ელბაქიძის ქუჩა ჩაიკეტა, გზის ჩანგრევის მიზეზად მოძველებული სასმელი წყლის მილები სახელდება. ტერიტორიის გაწმენდა უკვე დაიწყო, შესაბამისი სამსახურები კი მიწის ქვეშ კომუნიკაციებს აწესრიგებენ. თბილისის მერი გზის დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აანონსებს. ავტომანქანით გადაადგილება ელბაქიძის აღმართზე 3 თვის განმავლობაში შეიზღუდება. უკვე დაწყებულია შემთხვევის გამომწვევი მიზეზების შესწავლა და არ არის გამორიცხული, რომ აღმართის ნაწილის ჩამონგრევას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი მოყვეს. ვიზუალური დათვალიერებით რაც ჩანს არის ის, რომ ერთის მხრივ კომუნიკაციების გაუმართავობით და მეორეს მხრივ ყურადღებობით არის გამოწვეული. ჩვენ მინდა რომ აუცილებლად მიზეზი შესაბამისმა სამსახურებმა დაადგინონ, გამოიკვლიონ, რათა თუ ვინმეს პასუხისმგებლობა არის, ესეთ შემთხვევაში გავრცელდეს მათზე პასუხისმგებლობა. ოფიციალური ინფორმაცია თუ რამ გამოიწვია ელბაქიძის აღმართზე ქვაფენილის ჩამონგრევა ამ დრომდე უცნობია. არაოფიციალური ინფორმაციით შემთხვევის მიზეზი წყლის დაზიანებული მილი გახდა. როგორც ელბაქიძის ქუჩის მცხოვრებლები განმარტავენ, ინფორმაცია მილიდან წყლის გაჟონვის შესახებ ჯორჯიან ვოთერენდ-პაუერს ელბაქიძის აღმართზე მომხდარ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს. ამის შესახებ დღესდღეობით წყლის ნახევარზე შევატყობინე წყალკანალში, რომელმაც მითხრას რომ გადავწერდა და მოვლენო. ზუსტად 1-2 საათში მოხდა ეს უბედურება. ემუქრება ეს ყველაფერი ჩვენს სახლს. თითქმის გამოთვლილი აქვს ცივი, რომელიც ძალიან მეშინია. გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ ჯორჯიან ვოთერენდ-პაუერში. როგორც კომპანიის წარმომადგენელი განმარტავს, შეტყობინება მილების დაზიანებასთან დაკავშირებით არა ჩამონგრევამდე რამდენიმე საათით ადრე, არამედ სავალი ნაწილის ჩამოშლის შემდეგ მიიღეს. სადაც ჩაწოლილია ფერდობი და მილები ჩანს ჩავარდნილი, არავითარ ჟონებს ადგილი არ ქონია. აქ ჟონები და მიზეზ შესაძლებელი არის, როგორც ხედავთ მარჯვენა მხარეს, ეს სხვა წყლებია და რამე კავშირი არ აქვს იმ ფერდობის ჩაწოლასთან. შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენასთან ერთად ქალაქის თვითმმართველობამ დღესვე მიმართა თხოვნით თბილისის საკრებულოს საპროექტო სამუშაოების სწრაფად დაწყების შესახებ. ის შემდეგაც ყლდის გამაგრებისა და საყრდენი ბოძების მშენებლობა დაიწყება. გამოძახებულია თითქმის ყველა სამსახური, რომელსაც მეტნაკლებად ეხება, ასე ვთქვათ, სერვისის მიწოდებელი კომპანიებიც, ყველა თავისი მიმართულებით გააკეთებს იმ საჭირო ღონისძიებებს, რაც არის გასაკეთებელი და უმოკლეს ვადებში დავიწყებთ კედელზე მუშაობას, დავაპროექტებთ შესაბამისად, მე აღდგენილ სამუშაოებსაც განვახორციელებთ. შემთხვევა ელბაქიძის აღმართზე დილით მოხდა, ჩამოინგრა დაახლოებით 100-მდე კვადრატული მეტრი კლდის ნაწილი. ჩამონგრევის შედეგად დაზიანებები არავის მიუღია. სპეციალისტების მტკიცებით საფრთხე არ ემუქრება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსს.